ამ უფლებების დასაცავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელში აქვს. საქმე ისაა, რომ 2011 წელს სასჯელ აღსრულების მაშინდელმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ციხეში მოხვედრისას და მისი დატოვების დროსაც პატიმარი აუცილებლად უნდა გააშიშვლონ. ეს ნორმა დღემდე მოქმედებს. ახალგაზრდა იურისტები აცხადებენ, რომ ეს ღირსების შემლახავი ქმედებაა და სასამართლოსგან მის გაუქმებას ელიან. დავით საგარელი გიამბობთ, როგორც ჩანს, პატიმართა უფლებების სახელისუფლებო და არასამთავრობო პრიზმაში. არის თუ არა პატიმრის გაშიშვლება ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი შემოწმება მსჯავრდებულის გაყვანის და საპატიმროში დაბრუნების წინ ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებაა. სახალხო დამცველის ანგარიშით საუბარია იმაზე, რომ ქალთა ნომერ მე-5 დაწესებულებაში ადგილი აქვს ქალების გაშიშვლებას და მათ იძულებას გააკეთონ ბუქნები. ქალის შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ხდება ქალის გაშიშვლება. თუმცა მამაკაცების შემთხვევაშიც ეს არის ასევე დამამცირებელი მოპყრობა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოსავალი სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში სკანირების აპარატის დამონტაჟებაა. ანალოგიური პოზიცია აქვს სახალხო დამცველის ოფისშიც. ეს რეკომენდაცია ომბუდსმენის 2014 წლის მოხსენებაშიც არის შესული. არსებული მინისტრის ბრძანება უნდა შეიცვალოს და ის ფორმები, რომელიც დღეს არსებობს, უნდა ჩანაცვლდეს უფრო ცივილური და ალტერნატიული საშუალებებით, კერძოდ საუბარი არის სკრინინგის ზითა და მეთოდით, ამაზე არა მხოლოდ ჩვენ სახალხო დამცველის ოფისი, არამედ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებით საუბრობენ და ექსპერტები. სკანირების აპარატის პრაქტიკის დამკვიდრებას სასჯელ აღსრულების სამინისტროში კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აქ აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება სხეულზე ძალადობის კვალის დაფიქსირება. რაც შეეხება პატიმრების გაშიშვლებას, ამაში ადამიანის უფლებების შემლახველი არაფერია, ამბობენ უწყებაში. ევროპული ციხის წესების თანახმად 54 პუნქტი არსებობს, რომელიც ამბობს, რომ იმავე სქესის პირმა უნდა ჩაატაროს სრული შემოწმება, ასევე სამედიცინო პერსონალის შესაძლებელია ესწრებოდეს ამ შემოწმებას. აღნიშნული რეგულაცია არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში. ეს არ არის რუტინული ხასიათის, არ არის პატივისა და ღირსების შემლახვავი, რასაც საერთაშორისო სტანდარტები ადგენს. ეს არის ევროპული ციხის წესები, ეს არის ბანგკოკის წესები, ეს არის იგივე წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის CPT-ის არაერთი რეკომენდაცია. ნორმა, რომელიც ახლა დავის საგანი გახდა ძალაში 2011 წელს სასჯელ აღსრულების მაშინდელი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ბრძანების საფუძველზე შევიდა. 2013 წელს მასში გარკვეული დამატება გიგა გიორგაძემ მინისტრის მოადგილემ შეიტანა. ახლა კი ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, არასამთავრობოები ამ ნორმის დროებით შეჩერებას ითხოვენ. რა ხდება საოკუპაციო ხაზთან რეკლამის შემდეგ გიამბობთ. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. 2015 წლის 29 ივნისიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს დაფარავს. ვისაც გაქვთ მისწრაფება, წამოიწყოთ ახალი ბიზნესი, მიაღწიოთ წარმატებას და ამით დაეხმაროთ საკუთარი რეგიონის განვითარებას. საშუალება გეძლევათ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და დაფინანსება 5,000 ლარამდე. წარმატებული რეგიონი, ძლიერი ქვეყანა. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო. მხოლოდ ამ ზაფხულს დირსიში ყველა 60-ოთახიანი ბინის მფლობელი დასაჩუქრდება ავტომობილით. შეიძინე ბინა მარტივი იპოთეკური სესხით. დირსი, მოლოდინზე მეტი. დაგვირეკეთ 274 04 04. ყურადღება, მოისმინეთ ექსპრეს ბანკის აგვისტოს თვის შეთავაზება. ექსპრეს ბანკში ექსპრეს კრედიტის აღება ყველაზე მარტივია. საკმარისია წარადგინოთ მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობა. ექსპრეს კრედიტის ლიმიტი გაიზარდა 700 ლარამდე და ყველა ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლებს ექსპრეს კრედიტით, არ გადაიხდის კრედიტის გაცემის საკომისიოს. ექსპრეს ბანკი. მარტივია. გიროლი წარმოგიდგენთ ორ ახალ გემოს. პიტრის დარღუნა ბიჭისთვის, მარწყვი და ალუბალი გოგოსთვის. მაურო იკარდი, მრავალსერიან სატელევიზიო
ბიჭებო, არავის აგიღიეთ ჩემი დიროლი. ახალი დიროლი გოგოსთვის და ბიჭისთვის. არაგერიოს. შეგაწუხათ სიცხემ. შეიძინეთ ბესტელის კონდიციონერი ტურბოგაგრილების ფუნქციით. 23 აგვისტომდე ისარგებლეთ 300 ლარამდე ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღეთ 100 ლარის ღირებულების მონტაჟი უფასოდ. თუ ვინმე სასესხებული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად, ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. შემოუერთდით PSP-ს ოქროსფერ ზაფხულს. აერჩიეთ მზისგან დამცავი საშუალებები და დასაჩუქრდით. ესტედერმის მზის სერიაზე საჩუქრად რუჯის შემდგომი ლოსიონი. სებამედის მზისგან დამცავებზე საჩუქრად დამცავი სპრეი. ლადივალის ნებისმიერ შენაძენზე საჩუქრად ბავშვის მზისგან დამცავი. ყველა მზისგან დამცავ საშუალებას აუცილებლად მოყვება საჩუქარი. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. TBC ბანკის ახალი სერვისით შეგიძლია პირდაპირ გადავუწყობილი ყველას მისი ნომერიც იცი. მაგალითად ოთოს, ერთად მუშაობთ. ნულსასაც, ოთოს შეყვარებულს, შენი კლასელი იყო. ნულსას მეზობელ ერეგლესაც დაეხმარები. მეგობრობთ. ერეგლეს დაცვამ გაიცა. სოფო. ნორმან ვეილსის წიგნი რომ თარგმნა. ნორმან ვეილსის ნომერსაც გაიგებ სოფოსგან, მაგრამ ვერ გადაურიცხავ, რადგან ქართული ნომერი არ აქვს. გადაურიცხე ყველას, ნორმან ვეილსის გარდა. TBC ბანკი. გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით. დააგროვე ქულები და მიიღე საჩუქრები. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა რვაზე. სოფელ წითელუბანთან გასულ კვირას ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნელი ბანერის უკანონო დაღმართვის გამო საპროტესტო ნოტა თბილისმა რუსეთის ფედერაციას გაუგზავნა. შუამავალ შვეიცარულ მხარეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად გასულ თვეში მომხდარ დარღვევებზე. თუმცა დღეს ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნელი ახალი ბანერი ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენთანაც გამოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა მათ საკუთარ ნაკვეთებში გადასვლაც აეკრძალოთ. ქარელის რაიონის სოფელი თამარაშენი ოკუპირებული ტერიტორიიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. რა ხდება სოფელში ამ დროისთვის? გურამ რო გამომუშავებს თამარაშენში და ველი ჩვენგან გურამ ბოლო ინფორმაციას. თეა ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით თამარაშენში, სწორედ იმ ადგილას, სადაც გვიან ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი საოკუპაციო ბანერი დაამონტაჟეს. ჩვენ ზურგს უკან ხედავთ ამ ბანერს, მასზე არის წარწერა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. აქ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტები, რომლებიც მანქანით პატრულირებენ ტერიტორიაზე. ისინი ამ წუთებშიც ჩვენს გვერდზე იმყოფებიან და ფოტოებს იღებენ. ასევე აქ არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, მათაც გადაიღეს ტერიტორიაზე ფოტოები, შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება და განაცხადეს, რომ მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს ამ ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებებს, ჩვენ მათაც ვესაუბრეთ. ის ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არის ქართველი ფერმერის მფლობელობაში. ის აცხადებს, რომ ვერ ახერხებს მოსავლის აღებას, რადგან ძალიან უჭირს დაითანხმოს მძღოლი, რომ დაიქირაოს ტრაქტორი და სატვირთო მანქანა, რადგან მძღოლები აცხადებენ, რომ აქ მათთვის გამოჩენა არის საშიში. შესაბამისად, როგორც ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, მათ დღეისთვის ვერ დაითანხმეს, ასე ვთქვათ, ამ სატვირთო მანქანის მფლობელები, რომ ისინი ადგილზე გამოსულიყვნენ და ქერი და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მოსავალი გაეტანათ ტერიტორიიდან. ამ რომდე აქ რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები, რომლებიც მოსახლეობას პირდებიან, რომ რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ექნება და მათ დახმარებას პირდებიან სწორედ ამ მოსავლის გატანაში. ხელმოსმიდა ესე აიღო და დაარჯობანა ისე ხო არ შეიძლება. დაახლოებით 700-დან 600 მეტრამდეა გადმოწეული. რა უნდა გავაკეთოთ, რა ხო არ შევებრძოლებით და ხო არ ცარიელ ხეის რა უნდა ქნა. უნდა დაატოვოთ ეს კიცა? უნდა ავტოვოთ, აბა რა თავს ხო არ შევაკლავთ კაცო. ეს თავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენი გადასაწყვეტი ხომ არ არის. პოლიციელები გვეხმარებიან, აი ნამჯის გათიბა თუ არის, აი ლობიოს აღება, რომ თქო დაგვიდექიო, რომ არავინ არ მოვიდესო,
მობზანდებიან და ვიდგებიან და პატივს აქცევენ. არის პატარა პანიკები არის დღეს თუ აქ არის ახლა მეზობლები არიან თქვენ დაინახეთ აგერ ეკიტლობი აქვს და საღები აგერ მიმართულებაც არ აქვს როგორად გავს. რა ვიცი ისე ჩასჭრიან იქ ჩასჭრიან ჩქარობე რომ ლობიო გამოვიტანოთო და რაღაცა იმას აქვთ მოსავალი მაინც სახლამდე მევიტანოთო პანიკა ნამდვილად შეინიშნება. შეტავდეთ ერთმანეთთან რომ ასეთი რაღაც არ შეიძლება ყოველდღე მოდიან მოიწევ ჯერ იქ დააყენეს ახლა აქ დააყენეს მე ალბათ სოფელში ჩამოვლენ რა ვიცი. იონჩა, სწორედ ასე ქვია ოსურ სოფელს, რომელიც ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენ დღეს მოვახერხეთ, რომ ამ სოფელთან რამდენიმე მეტრში მივსულიყავით ადგილობრივების დახმარებით. ჩვენ მათთან ერთად გადავადგილდებოდით და გავესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ძალიან ხშირია აქ ადგილზე ამ ტერიტორიაზე პროვოკაციები და ძალიან ხშირად ეს არ შუქდება მედიით. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ თვეში რამდენჯერმე ხდება მწყემსების გატაცება. ერთ-ერთ ასეთ მწყემს ჩვენს ვესაუბრეთ, ისინი აცხადებენ, რომ გატაცების შემთხვევაში მათ გამოსასყიდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, ეს დაახლოებით 100 ლარის ოდენობის თანხაა. ვერ გადახვალ იქ რომ ისა თავის საზღვარი რო გააკეთა 100 მეტრის უფლება რა გაქვს რომ მიხვიდე იმ საზღვართან. მიხვალ დაგიჭეს, გინდა საქონელი რო ირეკება, გინდა იმის იმაზე რომ გადაგივიდეს ერთი სულით რო გადავიდეს იქით და მიხვიდე მოუბრუნო დაგიჭერენ. რამდენად ხშირია ეს დაკავების ფაქტები ბოლო პერიოდში? ხშირია თითქმის არ გავა თვე რომ 2-3 ადამიანი აქედან არ წაიყვან. ავტომატი გააშხაკუნა და გავჩერდი რაღაცინო. გავჩერდი და მოვიდა მოხეთ გადაარღვიო. ეს მაჩვენეს ის ნახაზი იყო რაღაცა ის არის ჩვენ ტერიტორიაზე გას ჩვენ. რა მოგიეს ხელი მეორეს მოვიდა მაშინ მომხიეს ხელი წამოდამა წამიყვანი დავდა მე გადამიხეს სურასები. გადამიხეს სურასები უკვე დაბლო ჩამიყვანეს. თავის გათავისუფლეს. მე იქ აქედან დავრეგეთ რაღაცა იმ გადავიხადეთ თანხა და გამიმასკასე. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ამ მიწაზე მოწეული მოსავალია. ეს არის ხორბალი, ქერი და ასევე ლობიო, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ დღეს უკვე ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება თუ შეძლებენ ისინი ამ მიწების სარგებლობას, რადგან სწორედ ამ საოკუპაციო ბანერიდან 500 მეტრის რადიუსში მათ ეკრძალებათ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. დაახლოებით 800 მეტრით გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა, ასეთია ადგილობრივი მოსახლეობის ასეთია მათი სავარაუდო შეფასება, წინასწარი შეფასება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვრჩებით ადგილზე და აქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები, ასევე რუსი ოკუპანტები რამდენიმე მეტრში ჩემგან ხელმარცხნივ, სადაც ისინი გადაადგილდებიან, ასე ვთქვათ, მანქანით და აკონტროლებენ პერიმეტრს და ასევე თქვენ ალბათ ხედავთ ჩემს როლს უკან, რომ ადგილზე ვითარებას აკონტროლებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. გურამ რო გავასაუბრობდა თამარა შენიდან. $1, $2 ლარი და 30 თეთრი ღირს, ასეთი ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები.